გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ გვაცა, იგივე დოდონა მსახიობი და დღეს მინდა მოგიყვეთ თუ რა არის აი ეს, რატომ იკეთია, ვის უნდა მივმართოთ, რატომ არ უნდა ვხარჯოთ ჩვენი ძალიან ძვირფასი დრო გამაყუჩებლების მასში და რომ სწორ დიაგნოზს მოყვება სწორი რეაგირება, სწრაფი რეაგირება და მე რატომ დავკარგე ძალიან დიდი დრო. დავიწყოთ ისტორია თავიდან. რამდენიმე წელია დამეწყო ზურგის ტკივილები, ვიკეთებდი ნემსებს, რომ მეგონა, არ ვიცი, ნერვის ანთება მქონდა, ხარა მეგონა და რეალურად დავკარგე ძალიან ბევრი დრო. საბოლოო ჯამში ძალიან დიდი რეკომენდაციით მივედი ბატონ ტარიელთან, რომელიც არის მანუალური თერაპიის ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი და რა თქმა უნდა პირველი ეტაპი რაც არის ის რომ გამიშვა გადაღებაზე, რომელიც მდებარეობდა სააკაძის ძეგლთან, კლინიკის სახელი სამწუხაროდ არ მახსოვს. და მოხდა გადაღება, თუ რა მჭირდა, ჯერ გამოეკულიათ, სანამ ზოგადად იწყება მასაჟების ეტაპი და ასე შემდეგ გააჩნია რა გჭირს, რა თქმა უნდა. დამიდგინდა რომ მაქვს მალების ჩაბრუნება, რამდენიმე მალაა ჩაბრუნებული, რაც იწვევს გაუსაძლის ტკივილებს. აი წარმოდგენაც არ მინდა რომ გქონდეთ იმდენად გაუსაძლისი ტკივილები იწყება. ზურგის მთლიანად ყველაფერი გტკივა. ისეთი თავის ტკივილები გაქვთ ხალხო, უბრალოდ გამაყუჩებელი, არ ვიცი რა უნდა არსებობდეს, რომლის სახელწოდებაც მე არ ვიცი და არ დამილევია. არაფერი არ აყუჩებს, არაფერი. არც ნემსები, არაფერი არ გიყუჩებთ. ერთადერთი გზა რაც არის, ეს არის ამის გასწორება და მერე უკვე იწყება მეორე ეტაპი, ეს არის მასაჟები. რა თქმა უნდა, არსებობს ორი გზა, ეს არის მანუალური თერაპია და ჩვეულებრივ სანმე კლინიკაში მიხვდეთ და უბრალოდ გაიკეთოთ ოპერაცია ამის გასწორების, ჩასმის, თუმცა აქ არის ერთი პრობლემა, რომ დაუშვათ მე რომ გავიკეთო ოპერაცია, ერთი არასწორი მოძრაობა, ერთი სიმძიმის აწევა, მალა ისევ ტრიალდება. და მე ისევ მიწევს ფაქტობრივად თავიდან ამ ყველაფრის გავლა და გამოდის რომ ოპერაციას ვიკეთებ აბსოლუტურად ტყუილად. ამიტომ გადავწყვიტე რომ მივაკითხო ისევ ბატონ ტარიელს, ჩავისვა და შემდეგ უკვე გავიკეთო მასაჟები, რომელიც არის აუცილებელი და მასაჟების გარეშე უბრალოდ არ აქვს არანაირი აზრი ამ ყველაფრის ჩასმას. დაახლოებით ჩასმა და მასაჟები სადღაც 500-600 მაინც დაგიჯდებათ. გააჩნია რამდენი მასაჟი გჭირდება, ზოგს უფრო ნაკლები სჭირდება, ზოგს უფრო მეტი სჭირდება, ჩემ შემთხვევაში დაახლოებით 500-600 ლარი არის საჭირო იმისათვის, რომ აი ეს ყველაფერი მოვიგვარო. რა თქმა უნდა, ამაში არ შედის გადაღება და ასე შემდეგ სხვა დანარჩენი ხარჯები. ხოლო აი რაც შეეხება ამას, ეს არის ეგრეთ წოდებული კორსეტი კისრის, რომელიც ჩვენი პრობლემის ადამიანებისათვის არის პირველი წამალი. არანაირი გამაყუჩებელი და არაფერი ასეთ ეფექტს არ მოგცემთ, როგორსაც მოგცემთ აი ეს, რომელიც ასწორებს ხერხემალს და ტკივილებს შესაბამისად ცოტა ამსუბუქებს. ეს უმჯობესია რა თქმა უნდა დაწოლილ მდგომარეობაში გაიკეთოთ, ახლა უბრალოდ მინდა რომ გაჩვენოთ. უკვე დიდი ხანია სხვათა შორის ეს მაქვს, რაც გავიგე და ბატონ ტარიელთან ვიყავი და ამ პრობლემის შესახებ გავიგე, იმის მერე შევიძინე, სხვათა შორის აფთიაქში შევიძინე და არ გამომადგა, რადგან რაღაცა ზომა ვერ დავაჯინეთ და ასე შემდეგ და ბატონ ტარიელთან კლინიკაშივე მომაზომეს და აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, რომ სწორი ზომით შევიძინე. დაახლოებით 35-დან 40 ლარამდე ღირდა თუ არ ვცდები. მეორე რაც არის, უნდა იცოდეთ ის, რომ სწორად მოიქცეთ საკუთარ სხეულს, მაგალითად დაწოლის დროს, როდესაც გვერდულად იძინებთ, პირობითად, უნდა გქონდეთ გასწორებული ზურგი და ამ მდგომარეობაში მოხდეს თქვენი წოლა და არა მოღუნულ მდგომარეობაში. როდესაც რაღაც დაგივარდება და აუცილებელია, რომ მუხლებში ჩაჯდეთ და ისე აიღოთ გაჭიმული ზურგით ის კონკრეტული ნივთი, არ შეიძლება მთლიანად მოხრა. ძალიან კარგად ვიყავი, როცა ამ ყველაფერს მივყვებოდი, მუდმივ რეჟიმში კორსეტს ვატარებდი და ასე შემდეგ და მე იმდენად კარგად გრძნობდი თავს, გადავწყვიტე რომ აღარ მჭირდებოდა და შედეგი სახეზია, ისევ მიკეთია, ისევ ტკივილებს ვებრძვი, ალბათ თვალებზე უკვე მეტყობა კიდეც რა მდგომარეობა მაქვს გაუსაძლისი ტკივილები, აი არ ვიცი, მართლა არ დარჩა მე მგონი წამალი, რომელიც მე არ დამილევია გამაყუჩებელი, მაგრამ სამწუხაროდ არაფერი არ მიყუჩებს. შესაძლოა გაგიყუჩოთ წამიერად, მაგრამ ისევ თავიდან იწყება ეს ჯოჯოხეთი. ამიტომ ეს არის აუცილებელი
შემდეგ არ მინდა რომ რამე გამომრჩეს და ცოტა შესაძლოა არეულად საუბრობდე ბოდის გიხდით სახელმწიფო სამწუხაროდ არ აფინანსებს მანუალური თერაპიის პროცედურებს სამწუხაროდ თუმცა გამგეობამ მაინც გამოყო რაღაც გარკვეული თანხა რომ გამომეყენებინა და დიდი მადლობა, მაგრამ სამწუხაროდ სახელმწიფო არ იღებს არანაირ ვალდებულებებს ფინანსური კუთხით და ეს არის ძალიან ცუდი. მხოლოდ და მხოლოდ ოპერაციას აფინანსებს, ოპერაცია სამწუხაროდ მე არ მინდა, რადგან ისევ ძალიან დიდი შანსია ჩაბრუნების და ზუსტად ჩაბრუნებული პაციენტების რიგები ედგა ბატონ ტარიელს, რომ მასაჟებით ისევ მოიყვანათ თავი ფორმაში. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ოპერაცია უბრალოდ არ უნდა გავიკეთო. არ ვართ დაზღვეულები კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩასმით, ეს არის პროცესი, რომელიც შესაძლოა ნებისმიერ დროს ისევ ჩაბრუნდეს. ჩვენ და სამწუხაროდ მივაგენი მას რომელსაც აგზავნიდა დედა, მაგრამ მე არ ვიყენებდი და ახლა საქართველოშია დედა და მითხრა რომ ამაზე კარგსო ვერაფერს ვერ ნახავ, სანამ ეს პროცესები დაიწყებაო, შენი ექიმთან ამისთვის და ასე შემდეგ გამოიყენეო და ეს ვინც საბერძნეთში ბრძანდებით და თქვენი ოჯახის წევრებს აქვს გაუსაძლისი ტკივილი, ზურგის არე იქნება ეს, მაგალითად იქნება მუხლი თუ ასე შემდეგ, საოცრება ხალხო იმდენად მიმსუბუქებს ტკივილებს, აი მინდა რომ კარგად დააკვირდე და ყველამ გამოუგზავნოთ თქვენი ოჯახის წევრებს, არავინ არ ვართ დაზღვეულები, რომ რაღაც პრობლემა არ გვექნება. ტკივილთან დაკავშირებით ზურგი, კისერი გვტკივა ხოლმე ადამიანებს ხშირ შემთხვევაში, ამიტომ გირჩევთ რომ გამოუგზავნოთ თქვენი ოჯახის წევრებს და სად ვიყავი აქამდე, მაგრამ არაუშავს ყველაზე რთული დღეები ახლა მაქვს ალბათ იმ ტკივილებს, რაც არ ვიცი, ადრე მქონდა. ბევრად გამირთულდა, როგორც ჩანს, სხვა მალაც ჩაბრუნდა უკვე და დრო არის რომ დავუჩქარო ბატონ ტარიელთან მივაკითხო და დავიწყო მასაჟები. ხო, პირველი კიდევ არის ის, რომ როცა ჩაისვამთ, ბატონი ტარიელიც და აი გოგონებიც გაგაფრთხილებენ და აი მასაჟების პერიოდშიც არის ცოტა რთული და გეუბნებიან, რომ აი თუ იმ პერიოდში არ მუშაობ, მაგალითად ჩვილ ბავშვს არ უვლი და ასე შემდეგ, კარგია, თუ საკუთარ თავს ცოტა დასვენების საშუალებებს მისცემთ, რადგან ცოტა თავბრუსხოვები იცის და რაღაცები, იმიტომ რომ სწორდება ეს ამდენი ნატანჯი მალები. ამიტომ ეს უნდა გავითვალისწინოთ, ზუსტად ეგ იყო მიზეზი ერთ-ერთი, რატომ ვერ გავიკეთე მაშინ ეს ყველაფერი. ჩემი შვილი უფრო მეტად პატარა იყო, უფრო ხშირ შემთხვევაში ხელში მეჭირა, რაც რა თქმა უნდა არის დაუშვებელი. 1 კილოს ზემოთაც კი რამის აწევაც აკრძალული მქონდა, რაც უბრალოდ შეუძლებელია ჩვენს პირობებში, რომ ასე ვიცხოვრო, ვერანაირად ვერ ვითვალისწინებდი, თუმცა წოლა, ჩაჯდომა და ასე შემდეგ ვცდილობდი, რომ გამეთვალისწინებინა. ამიტომ აუცილებელია ამ კორსეტის ყიდვა. კიდევ ერთხელ გიმეორებ, გირჩევთ რომ თვითონ კლინიკაშივე მოხდეს ამის შეძენა და არა აფთიაქში, იმიტომ რომ ჩემსავით არ გედოთ მერე სახლში, სამწუხაროდ ზომა არასწორი იყო. სულ ეს არის მეგობრებო, დაახლოებით 5-6 საათი მიკეთი. ხო, დაწოლილ მდგომარეობაში არ შეიძლება გეკეთოთ და ამით დაიცინოთ მეგობრებო, ეს არის დაუშვებელი. აუცილებლად უნდა იყოს თავისუფალი. სხვათა შორის ეს პრობლემა გამირთულა მშობიარობამ და ზედაყოლებულმა კოვიდმა. თუმცა არ გეგონოთ რომ ეს აუცილებლად ხდება იმის გამო რომ წონაში მოიმატე, ან არ ვიცი, მხოლოდ მშობიარობას დავაბრალოთ, არა. ნებისმიერი დეტალის შემდეგაც შესაძლოა მოხდეს ჩაბრუნება და ეს არც სქესი თვალისწინებს, არც წონას, არც წოლას და არც დგომას. თუმცა რა თქმა უნდა აუცილებელია წონაში დაკლება, რაც მოახერხე და 19 კილო ჩავაბარე წარსულს, წინ დამრჩა 10 კილოგრამი. და ველოდები ცოტა კიდევ ჩამოვწიო წონა, რომ მივიდე, ჩავისვა და სრულყოფილი მკურნალობა ბოლომდე მივიყვანო. თუმცა მანამდე რა თქმა უნდა რთულია გაძლება, არის სუნთქვითი პრობლემები, ძალიან მიჭირს სუნთქვა, მოძრაობა, დგომა, წოლა, ჯდომა და ზოგადად ცხოვრება და სუნთქვა. წარმატებებს გისურვებთ პირველ რიგში ჯანმრთელობა და მშვიდობა.